მოგესალმებით ყველას დილამშვიდობის. ნუ რაღა დილა უკვე 12 საათია. მოკლედ დღეს მინდა გესაუბროთ мотивациაზე, თვითმოტივაციაზე. საკუთარი თავის ესე ვთქვათ წახალისებაზე. წახალისებაზე იმისათვის რომ უფრო მეტად მიეცეს ცხოვრების ხალისი, мотивация. ესე გარეთ ქათმები ისე კაკანებენ, თავის სოფელში მგონია. მეზობელს ყავს ქათმები და კაკანებენ და კაკანებენ. მიკროფონში არ ვიცი როგორ ისმის ხმა. მოკლედ მეც საკმაოდ ხშირად მაქვს გადაღლილობის პერიოდი და ფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ. ძალიან ბევრს ვესაუბრები საკუთარ თავს და აი ამდენი ფიქრით, მხოლოდ საკუთარ თავთან რო საუბრობ რა, აი ამდენი ფიქრით ძალიან ვიღლები, ეგეც მღლის, ანუ ზედმეტი ფიქრიც არ ვარგავ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ეხა საკუთარ თავს რო ესაუბრები, ძალიან კარგია და ანუ ვერავის ვერ ესაუბრები სხვას ისე როგორც საკუთარ თავს და ძალიან ბევრს ფიქრობ ადამიანი და ეს ფიქრი და საუბარი საკუთარ თავთან არის მნიშვნელოვანი, რადგანაც გზრდის ეს. მაგრამ ზედმეტი საუბარიც არ ვარგავ. არის ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ღამე რო არ იყოს მონაგონი, ადამიანები ფიქრისთვისაც ვერ მოვიცლიდითო. ანუ წარმოიდგინეთ, მე მთელ დღეს ესე ვთქვათ გადავლახავ, ანუ უნივერსიტეტში წავალ, სამსახურში წავალ, ყველაფერს მოვისტუმრებ, მაგრამ საღამოს როცა დავწვევი დასაძინებლად, აი მაშინ მივხვდები თუ რამდენად რთული დღე მქონდა. ანუ დაწოლის წინ ვფიქრობ ხოლმე ძალიან ბევრს და ძილიც მიჭირს შესაბამისად. მაგრამ ვფიქრობ იმასაც, რომ მომავალი ფსიქოლოგი ვარ და აი ეს ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ იპოვო, ესე ვთქვათ, სწორი გზა. გზა, რომელიც მიგიყვანს წარმატებისკენ. ანუ ნახეთ, მთავარია სწორად ვიფიქროთ რა. და მთავარია, რომ ამ ასევე ჩემი აზრით მთავარია, რომ ამ დაღლილობით სხვა არ შევაწუხოთ. დაღლილობით კი არა, ზოგადად ჩვენი პრობლემებით სხვა არ შევაწუხოთ. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. მე ეს მიყვარს რა, ანუ როდესაც ხარ ცუდად და სიტყვაზე ოჯახში. ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ოჯახის წევრი არის ცუდად და აი მთელი დღე წუწუნებს, რომ ცუდად ვარ, მთელი დღე ოჯახის წევრებს ეწუწუნება, აუ ეს მტკივა, ის მტკივა და სულ მთელ დღეს ატარებს წუწუნში. ანუ მისი ცუდი განწყობა და მისი ცუდი ხასიათი ედება სხვა ოჯახის წევრებსაც და ბოლოს ხდება ისე, რომ მთელი ოჯახი ცუდ ხასიათზეა. ამიტომ კი მნიშვნელოვანია, როცა ცუდად ხარ, სხვების დახმარება, თუ ყავს ეგეთი ადამიანი, ვისაც დაიხმარებ, მაგრამ ზოგადად როცა ცუდად ხარ, აი ეს შენი ცუდად ყოფნით სხვაც არ უნდა გააუბედურო რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს და არ მომწონს საკუთარ თავში. აი ახლა ვფიქრობდი, რომ დავჯდები, კამერას დავიდებ წინ და ძალიან საინტერესო ვიდეოს ჩავწერ, ძალიან ბევრ თემას შევეხები. მაგრამ არის ყველაზე დიდი პრობლემა. მე მინდა ფსიქოლოგობა, იმიტომ რომ
ჩემი თავისის ყველაზე მეტად ანუ ყველაზე უკეთ შემიძლია ჩემ თავთან საუბარი, ჩემი თავის დაწყნარება, დამშვიდება და ესე ვთქვათ, ჩემს ტვინში 1000 არეულობების დალაგება რა, მაგრამ ყველაზე ცუდი თვისება, ანუ რაც არ მომწონს ჩემს თავში არის სიმორცხვე. ანუ მე მინდა ფსიქოლოგობა, მაგრამ მე არ შემიძლია ისე საუბარი, როგორც შეუძლია სხვებს. ანუ ეს დასახვეწია ეხლა ეს უფრო დაიხვეწება თეორიით თუ პრაქტიკით, ანუ რომელიცაა რა, ანუ ხო ხვდებით. ეს ეხლა მარტო უნივერსიტეტში რო სწავლობ ფსიქოლოგიას, ეგ არ არის გამოსავალი, ანუ თუ ხალხთან არ გქონდა შეხება უშუალოდ და კომუნიკაცია და საუბარი, აი ესე ვერ დაიხვეწება ეს, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან მორცხვი და არ შემიძლია აი რატომღაც ადამიანებისთვის რჩევის მიცემაც კი მერიდება ხოლმე რა. ასე რომ ყოველთვის ვცდილობ ჩემით გავიარო ეს პრაქტიკა თუ თეორია, რომელიც არის, ანუ პრაქტიკაა თუ თეორია? თეორია და პრაქტიკა. პრაქტიკაა მე მგონი. ჩემი თუ ვცდილობ ხოლმე რომ გავიარო ეს პრაქტიკა, ანუ როდესაც ვატყობ რომ ვიღაცა ეხა უცხოსთან არ მივალ და არ ვეტყვი რომ ცუდად ხარ შენ და დაგეხმარო მინდა თქო, მაგრამ აი როდესაც ჩემს გარემოცვაში ვატყობ რომ ვიღაც ჩემიანი ვერ არის კარგად, არ არის ხასიათზე, არ საუბრობს მის პრობლემებზე და რაღაცა ყოველთვის ვცდილობ რომ აი ეს ჩემი გამოცდილება გაუზიარო და თან ამ დროს ის ადამიანიც იმ ადამიანსაც დავეხმარო და მეც გავზარდო ჩემი ისა რა რა ქვია მაგას ძალიან ბლოკუნებ ახლა ხო მაგრამ მე რატომღაც ეს მიჭირს ძალიან ანუ ადამიანებისთვის ანუ ადამიანებთან ეგრე საუბარი რა მით უმეტეს ეხლა სცენაზე დგომა და ბევრ ხალხში საუბარი და ისა ძალიან მიჭირს ანუ ეხლა კამერას რო დავიდებ წინ კამერაშიც ზოგჯერ ძალიან ისე ვურტყუნებ ხოლმე რაღაცეებს არეულად მაგრამ მე რო კამერაში ვსაუბრობ და ვიღაცა იქედან მისმენს, მაგას ვგონი ვარ, რომ ანუ იმ ვიღაცას შეიძლება ვეგონო, რომ ეს როგორი ესეთი როგორ თქვა, როგორი დინჯი ბიჭია და როგორ კარგად საუბრობს და ანუ რა კარგად საუბარი შეუძლია, მაგრამ როდესაც სიტყვაზე სადღაც რაღაც გარემოცვაში მე და ის ადამიანი შევხვდებით ერთმანეთს, რეალურად მიხვდება, რომ ძალიან მორცხვი ვარ. ანუ საუბარი მით უმეტეს თავიდან ძალიან მიჭირს რა, ანუ თავიდან ვარ ძალიან მორცხვი და მე თუ ადამიანი ჩემია და თუ მივხვდი რომ რაღაცა ურთიერთობა გამოვა ჩვენ შორის თუ ჩვენი ხასიათები დაემთხვა ერთმანეთს და ასე შემდეგ, ну ძალიან მალევე ვუმეგობრდები ადამიანს და რეალურად მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ კარგი მეგობარი, ანუ როცა ადამიანი არ მიცნობს, შეიძლება ვეგონო უჟმური და რაღაცა უხასიათო და მორცხვი ბიჭი, მაგრამ როდესაც გამიცნობს, მე მიხვდება თუ როგორი მეგობრობა შემიძლია და როგორი მხიარულება შემიძლია, ესე ვთქვათ. ხო, მინდა ასევე ვთქვა ის, რომ მოტივაციას მინდა შევეხო, ანუ რა მოტივაცია მქონდა და რა მოტივაცია მაქვს ეხლა, ზოგადად როგორ მდგომარეობაში ვარ დღეს და ასე შემდეგ. ну მოკლედ ახლა სტუდენტობაზე რომ მაშინ როდესაც არ ვიყავი სტუდენტი,
სტუდენტობას რო გავიფიქრებდი, სულ იმას ფიქრობდი, რომ აუ რა მაგარია და იქ ახალი მეგობრები, რაღაცა იქ სწავლა, გართობა ესა და რა მაგარია თქო, სულ იმას ფიქრობდი, მაგრამ რეალურად სულ სხვანაირად ყოფილა საქმე, ანუ რაც ჩამოვედი თბილისში, თბილისმა მიმახვედრა თუ რამდენად რთულია ცხოვრება საქართველოში და თუ რატო გარბის ხალხი საქართველოდან. ანუ მართლა ვერ ნახავ ვერსად ისეთ სამსახურს, რომ ანუ 2000 ლარი თუ გაქვს ხელფასი, უნდა იმუშაო, რავი, მშენებლობაზე, თოლში, ყინვაში, ქარში, ყველანაირ ამინდში და თუ შენ, ანუ როგორ გითხრათ ახლა რა, რავი, 800 ლარზე მეტი რო გქონდეს ხელფასი, უკვე რაღაცა სასწაული ცოდნა გჭირდება რა, ან გჭირდება ვირული შრომა. და რეალურად ყველაფერს ცეცხლის ფასი უკიდია, ანუ ვერაფერს ვერ იყიდი ადამიანი და მაგ ხელფასებით როგორ გინდა, ესე ვთქვათ, რამდენი რამე გინდა, რომ მოახერხო რა. ხო და მოკლედ თავიდან ახალი ჩამოსული რო ვიყავი თბილისში, სტუდენტი რო გავხდი, მუშაობა ახალი დაწყებული რო მქონდა, ბევრად უფრო მოტივირებული ვიყავი ვიდრე ეხლა. ანუ ამ ყველაფერს ვამჩნევ რა. თავიდან მე რო ჩამოვედი, აი როგორი ვიყავი, იცი, დავფრინავდი, რასაც ქვია, ეგ ენერგია და ეგ მოტივაცია სიამოვნებით მექნებოდა ეხლაც. ვცდილობ ყველანაირად რომ ეხლაც მქონდეს, მაგრამ არ მაქვს ის ენერგია, რაც თავიდან მქონდა, ანუ სასწაული ვიყავი, ანუ თავიდან იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ ფიქრობდი, რომ აი მთელი სამყარო ჩემი იყო. ანუ გავიქცეოდი უნივერსიტეტში, სამსახურში, ანუ ერთ წუთსაც ვერ ვიტანდი თავისუფალი დრო რომ მქონდა, ანუ სამსახურს და უნივერსიტეტს შორის თუ მქონდა 1 საათი შუალედი, სახლში ჯდომას ვერ ვიტანდი, ან რაღაცა უნდა გამეკეთებინა, ან სიამოვნება უნდა მიმეღოს სეირნობით რაღაცით. ესე იგი, საოცრად მოტივირებული ვიყავი და საოცრად ენერგიული ვიყავი, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა ძალიან ხშირად მაწუხებს ამ ბოლო დროს ის გადაღლილობა და ის უენერგიობა და ბევრი ფიქრი. მაგრამ სწორად უნდა წავმართოთ ჩვენი ფიქრები, ეგ არის მთავარი. მე ეხლა დილას რო გავიღვიძებ, ყავას რო დავლევ და ვიცი რომ სამსახურში ვარ წასასვლელი. ანუ საკუთარ თავს ის კი არ უნდა უმეორო ხშირად, რომ აუ ეხლა სამსახურში რა წავა და რა იმუშავებს, აუ მეზარება. ანუ სულ ეს ფიქრები კი არ უნდა ატრიალო თავში და სულ კი არ უნდა იწუწუნო. ეს ფიქრები უნდა შემოატრიალო და იფიქრო უფრო უკეთესად. ანუ ვაუ, რა მაგარია, რომ სამსახური მაქვს, ზოგ სამსახურიც კი არ აქვს. რა კარგია, რომ ესეთი კარგი თანამშრომლები მყავს. იცი რა, ეხლა უაზროდ სახლში ჯდომას მე წავალ სამსახურში და დროსაც გავიყვან, ამ დროის გაყვანით თანხასაც გამოვიმუშავებ და თანამშრომლებთანაც, ესე ვთქვათ, გავერთობი რა. ანუ ის კარგი თვალით უნდა შეხედო ყველაფერს დადებითი თვალით. ანუ ყველა ცუდში არის რაღაც კარგი და ყველა კარგში არის რაღაც ცუდი. ხო და ამ ცუდშიც სამსახურში, ესე ვთქვათ, სამსახური ცუდი არ არის, მაგრამ მაინც ცუდია. ამ ცუდში არის ძალიან ბევრი კარგი რამ ჩემ შემთხვევაში. ის რომ ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს, ანუ რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი არის კარგი. მე მეზარება ჭურჭლის დარეცხვა. ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ეგ ფიქრებით სახლში რომ მოვალ და რაღაცა ძირითადად საღამოს მიწევს სახლის დალაგება, იმიტომ რომ
დილის საათებში დაკავებული ვარ, ხო? მე რო დაღლილი მოვალ, ეგრევე რა თქმა უნდა ჭურჭელს არ მივახტევი და სარეცხად. ჯერ დავისვენებ რაღაცა ცოტა ხანი და მერე მივალ ჭურჭელთან დასარეცხად. მაგრამ გააჩნია რა ფიქრებით შეხვდები შენ ამ ყველაფერს. აუ ამდენ ჭურჭელს რა დარეცხავს და ძალიან მეზარება და ძალიან დაღლილი ვარ. აი ამ ფიქრებით შენ უფრო და უფრო გაგიჭირდება ჭურჭლის დარეცხვა, სახლის დალაგება უფრო და უფრო დაგეზარება. უნდა იფიქრო როგორ იცი? მე კი მეზარება ჭურჭლის დარეცხვა, სახლის დალაგება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიქნები შედეგით, იმიტომ რომ სახლის უფთა იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს დავაწყრიალებ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონება ეს სისუფთავე და უფრო მეტად ბედნიერი ვიქნები, რომ ესე ვთქვათ, გასარეცხი ჭურჭელის ნაცვლად გარეცხილ ჭურჭელს შევხედავ და დასალაგებელი სახლის ნაცვლად დალაგებულ სახლს შევხედავ. აი ეს არის ზუსტად რა, გააჩნია რა თვალით უყურებ სამყაროს და როგორ ხვდები პრობლემებს. აი ესე, მე ახლა ჭურჭლის მაგალითი მოვიყვანე. თორე ზოგადად ყველაფერში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს. ყველა საქმეში, რაც ძალიან გიჭირთ, რაც ძალიან გეზარებათ, ანუ ეს ცუდი ფიქრები შეცვალეთ კარგი ფიქრებით, ანუ ამოატრიალეთ სიტყვები და თქვენ თავს უმეორეთ, რომ მე კი არ მეზარება, უпростоრეთ მე კი მეზარება, მაგრამ არ დამეზარება, იმიტომ რომ მე ამის გაკეთება მინდა აუცილებლად. აი ეს არის ზუსტად. მე ვიცი ფსიქოლოგიას რამხელა ძალა აქვს, მაგრამ ფსიქოლოგობაც მინდა, მაგრამ აი მეტყობა კიდეც, რომ ისე ვერ, ანუ როგორც საკუთარ თავზე ვმოქმედებ, ისე ვერ ვმოქმედებ ხალხზე, ანუ როგორც საკუთარი თავის დამშვიდება შემიძლია საკუთარ თავზე სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ექსპერიმენტების გამოცდა და რაღაცა, ეგ არ შემიძლია ადამიანებთან. მით უმეტეს ეხა კამერის წინ მიჭირს სწორად გამართულად საუბარი და ადამიანებთან ხომ მით უმეტეს გამიჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი არის დასახვეწი და ესე ვთქვათ, გამოსწორდება ნელ-ნელა. არ ვიცი მართლა. რეალურად ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია ადამიანებს. ძალიან ჩვენი შესაძლებლობები უზომოდ ეს არის რა. ძალიან დიდია ჩვენი შესაძლებლობები. თავარია რა თვალით ვუყურებთ სამყაროს და როგორ ვეგუებით პრობლემებს და როგორ ვცდილობთ რომ მოვაგვაროთ. მე ისეთი პიროვნება ვარ, რომ ძალიან ოდნავი პრობლემაც რომ მქონდეს, წავჩოჩებულო. ძალიან ოდნავი პრობლემაც რომ მქონდეს, ანუ წინასწარი იმდენს ვიფიქრებ ამ პრობლემის მოგვარებაზე, რომ ძალიან მარტივად ვაგვარებ რეალურად პრობლემებს. მაგრამ სიზარმაცე ძალიან მიტევს, უენერგიობა ძალიან მიტევს. ზოგჯერ ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, აი ცუდ ხასიათზე რო ვიყო რაღაცა, უბრალოდ უენერგიოთ ვარ, გადაღლილი ვარ, ცუდ ხასიათზე ვარ, ხო? ზოგჯერ მაქვს ისეთი შემთხვევა, რომ აი სხვაზეც მოქმედებს ეს ჩემი ცუდი ხასიათი, ანუ მაგალითად მოვედი სახლში, უენერგიოთ ვარ, გადაღლილი ვარ, რაღაცა ვარ და ჩემმა ძმამ ელემენტარული მითხრა რაღაცა, ხო? აი ვთქვათ, თუნდაც თვილად მითხრა რა, ბაჩო არ გინდა თეფშები რო დარეცხო.
ანუ ზოგჯერ არის ისე, რომ აი ახლა ამას მინდა, რომ წავუფრინდე და რას ქვია ბიჭო მე ანუ ხო ხვდებით რა ზოგჯერ იმდენად ისე ვარ ხოლმე, რომ გამოვხატავ კიდეც ჩემს გადაღლილობას და აი რაღაცნაირად მინდა მივახვედრო, რომ გადავიღალე, მაგრამ მე არ მინდა მივახვედრო ამ გზით, რომ გადავიღალე. ამ გზაში უგულისხმობ, ესე ვთქვათ, ცუდ ხასიათს და მის სიბრაზის გამოხატულებას. ხო, კიდევ რაღაცა მინდოდა მეთქვა. მაქვს ეგეთი სიტუაცია, როცა ცუდად ვარ, უენერგიოთ ვარ, გადაღლილი ვარ, მაქვს ესეთი გამოხატულება. როდესაც ოდნავ ვიღაცა რაღაცას მეტყვის, ვარ ძალიან აგრესიული, ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა და ეს არის ძალიან ცუდი. არის შემთხვევა ყველაზე ხშირი, როდესაც ცუდად ვარ, უენერგიოთ ვარ, გადაღლილი ვარ. უბრალოდ ან წამოვწვევი, ან წამოვჯდები და ესე ვთქვათ, ვესაუბრები ჩემს თავს. ანუ ბაძლევ რჩევებს, ესე ვთქვათ, ვესაუბრები ჩემს თავს და ამით ვიმშვიდებ თავს. მაგრამ გუშინ მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ აი გუშინაც სახლს ვალაგებდი რა და ძალიან მეზარებოდა. ნუ ახლა ვიფიქრე რა ვქნა. აი ზუსტად ეგ არის, რომ ვიფიქრე რა ვქნა, რომ გავიმარტივო ეს პროცესი, რომ გადავაგდო ეს სიზარმაცე და რომ გავიმარტივო ეს პროცესი. მე რეალურად გააზრებული მქონდა ის, რომ ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი შედეგით, იმ შედეგით, რომ სამზარეულო მექნებოდა ძალიან სუფთა და ლამაზი, მაგრამ ასევე გააზრებული მქონდა ის, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ძალიან მეზარებოდა. და სანამ ჭურჭლის რეცხვას დავიწყებდი, ვფიქრობდი იმაზე, რომ რით გავიმარტივო ეს გზა. მოვიფიქრე ის, რომ გამეკეთებინა ნაუშნიკები, ჩამერთო მუსიკები და ამით გამემარტივებინა ეს პროცესი, მაგრამ არა. ავდექი ჩავრთე ზურამ ხეიძის ლექციები, ესე ვთქვათ, სხვადასხვა თემებზე საუბრობს. ძალიან მიყვარს ეს ფსიქოლოგი. ნუ რეალურად ამბობს, რომ მე ფსიქოლოგობა არ მინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი ნიჭი აქვს, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური. ძალიან მიყვარს მისი საუბრები და მისი სხვადასხვა ლექციების მოსმენა. ჩავრთე, გავიკეთე ნაუშნიკები, ვუსმენდი ყველაფერს და რაც მთავარია, მოსმენისას ვიაზრებდი. მისი ნასაუბრები გადამქონდა, ესე ვთქვათ, ჩემს სხვადასხვა სიტუაციებში, რომ უფრო კარგად გამეაზრებინა. ანუ რასაც ის საუბრობდა, ვიხსენებდი ჩემს შემთხვევებს. და მისი ნასაუბრებით ვცვლიდი, ესე ვთქვათ რა. და ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი. ასე რომ რა ვიბლუყუნე ამ ვიდეოში არ ვიცი, მაგრამ მართლა ეგ არის ჩემი პრობლემა, რომ ჩემ თავთან საუბარი როგორც შემიძლია, ისე არ შემიძლია სხვასთან. ნუ ეგ ეგრეა რა თქმა უნდა ეხა, მაგრამ მე ვიცი, რომ ბევრად უფრო უკეთ შემიძლია საუბარი და ბევრად უფრო მეტი შემიძლია. ასე რომ ნელ-ნელა დავხვეწავ ყველაფერს. თავარია მიზანი გქონდეს რაღაც ადამიანს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია.
აი გაქვს ხელფასი სიტყვაზე 1000 ლარი. შენ თუ რაღაც მიზანი არ გაქვს, რომ აი ძალიან თუ გინდა სიტყვაზე მანქანის ყიდვა და მანქანისთვის გჭირდება 10,000 ლარი. შენ თუ გააზრებული გაქვს ის, რომ მე ამ ჩემი 1000 ლარის ხელფასიდან 500 უნდა გადავდო ყოველ თვეში, რომ მანქანა ვიყიდო, შენ უკვე უნდა წარმოიდგინო ის, რომ აი შენი შრომით, შენი მოგროვებული ფულით იყიდე მანქანა და ხარ უზომოდ ბედნიერი, ხარ უზომოდ კმაყოფილი, რადგანაც ეს შენი შრომა შენ თვითონ დააფასე რა და შენი ოცნებაც აიხდინე, რომ გინდოდა ყოლოდა მანქანა. მაგრამ შენ თუ იფიქრებ, რომ აუ მე კი მინდა მანქანა, მაგრამ მოდი ეხლა მე კი მინდა მანქანა, მაგრამ ეხლა კაი მაგარი შაურმაც მინდა. ანუ შენ თუ ეგრე იფიქრებ, იმ მანქანისთვის ნაკლებს გადადებ. რადგანაც ადგები და იყიდი შაურმას. ანუ თუ ის მიზანი სწორად არ გაქვს გათვლილი, იმ მიზნის გარეშე სულ სხვა რამეებში დახარჯავ ფულს, სულ უფრო და უფრო მეტად უაზროდ რა. წავედი ახლა იმედი მაქვს, რომ რავი შეიძლება მიყურებდეს ისეთი ადამიანებიც, ვინც ეხლა ამ პერიოდში ძალიან ცუდად არის რა. და გამიხარდება თუ ეს ჩემი ბლუკუნი, ეს ჩემი ვითომ რაღაცა საუბარი, გამიხარდება თუ ადამიანს დაეხმარება რამეში. იმიტომ რომ მე მეხმარება. მე ძალიან მეხმარება. მე როდესაც ცუდად ვარ, საუბარი ხო ეხმარება ზოგადად ადამიანს. მე როდესაც ცუდად ვარ, მეხმარება არის ზუსტად ეს. თუნდაც ზურამ ხეიძის ლექციების მოსმენა, ნინი კვირიკეს ვლოგების მოსმენა, ყურება. მე ხა არც ერთ შევედრები და არც მეორეს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც მე ვუყვარვარ რა. და ანუ მე მიყვარს ნინი კვირიკე, მიყვარს ზურამ ხეიძე და შესაბამისად მაგათი მოსმენა მე სიამოვნებას მანიჭებს. და ასევე იქნება ჩემ შემთხვევაშიც, ანუ არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ჩემი მოსმენა. და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ნაბლუყუნები, ვიბლუკუნე რაღაცეები დალაგებულად ვერ ვისაუბრე, იმედი მაქვს, რომ ვიღაცას დაეხმარება. წავედი ახლა, ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს, ტკბილ საღამოს. საღამო არის ხოლმე ჩემთვის, რა ვიცი, როცა ცუდად ვარ, ყველაზე მეტად ფიქრის, ანუ რეალურად დილას გავიღვიძებ, გავალ გარეთ და ეს გაზაფხულის ამინდები მაძლევს მოტივაციას, იმიტომ რომ როდესაც გავალ გარეთ და ესეთი თბილი ამინდია, იქ ჩიტების ჭიკ-ჭიკი, იქ რაღაცა მზერო განათებს თვალებში და აი ეს გაზაფხულის ამინდები მაძლევს მოტივაციას და დილას ვარ რეალურად მოტივირებული, მაგრამ წავალ უნივერსიტეტში სამსახურში და საღამოს რო დავუბრუნდები სახლში, მერე ხამი არის საშინელება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ღმერთთან ახლოს ყოფნა. არ ვიცი ის ურწმუნო ადამიანები, ანუ ვისაც არ წამს ღმერთის, ვისაც არ სჯერა ეგეთი რაღაცების, არ ვიცი ისინი რა გზით ცხოვრობენ, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს და ღმერთმა გაუმარჯოთ.
მაგრამ მე რეალურად ძალიან ხშირად მეხმარება, ესე ვთქვათ, ღმერთთან საუბარი რა, ანუ ავნაბარში რო ვიყავი, კი იცით, რომ ყოველ დილას რო წავიდოდი და სამების ტაძარს რო დავინახავდი, პიჯვარს ვიწერდი, მამაო ჩვენოს ვკითხულობდი გზაში და ისე მივდიოდი. ასევე ამოსვლისასაც მადლობას უხდიდი ღმერთს დღევანდელი დღისთვის, დილასაც მადლობას უხდიდი. ანუ თითოეული დღისთვის მადლობას უხდიდი ღმერთს და მე ეგ ყველაფერი მეხმარებოდა და ძალიან კარგად ვიყავი მაგ პერიოდში. კი, ახლა მაგ პერიოდში მქონდა გადაღლილობა, მაგრამ იმ სიხშირით არა, როგორც აქ. და აი ეს ხშირი ღმერთთან საუბარი და კომუნიკაცია მე ძალიან მეხმარებოდა. ძალიან კარგად ვიყავი. ზოგადად ადამიანების უმეტესობას ღმერთი სამწუხაროა, რომ გვახსენდება მაშინ, მხოლოდ როდესაც გვიჭირს. როდესაც ძალიან გვიჭირს, ყველა არ არის ეგრე, რა თქმა უნდა. რავი, ვინც არ ხართ ეგრე, თქვენ თავზე მიიღებთ. როდესაც გვიჭირს, მაშინ მივდივართ ეკლესიაში, მაშინ ვლოცულობთ და როდესაც ეს ლოცვა გამოიღებს შედეგს და ესე ვთქვათ, ცხოვრების კარგი პერიოდი დაგვიდგება, მაშინ უკვე ვუკლებთ იმ ლოცვას და შეიძლება ტაძარსაც ისე ჩაუვაროთ გვერდი, რომ პიჯვარი არ გადავიწეროთ. მაგრამ მე მართლა ძალიან მეხმარება ეს ლოცვა, პიჯვარის გადაწერა. როდესაც რაღაცა ვერ არის კარგად ჩემს ცხოვრებაში, აი ღმერთს ვესაუბრები ხოლმე, რომ ღმერთო მომეცი ძალა, რომ გავაგრძელო ცხოვრება. მადლობა ღმერთო დღევანდელი დღისთვის. მადლობა კიდევ ერთი დღისთვის, კიდევ ერთი შანსისთვის, იმისთვის, რომ რა საქმეც გუშინ ვერ მივიყვანე ბოლომდე, იმისთვის, რომ დღეს მომეცი საშუალება, რომ დღეს გავაგრძელო ეს საქმე და მივიყვანო ბოლომდე. და ამ საუბრის შემდეგ ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ. ანუ ყოფილა შემთხვევა ფინანსური მხრივაც საერთოდ ძალიან ისე ყოფილვარ, რომ უკვე რო აღარ გაქვს თანხა და არ იცი რა გააკეთო. მაგრამ მე ამ დროს ადამიანების შეწუხება არ დამიწყია რა. ხო არის ადამიანების კატეგორია, რომ ფული არ აქვს და დაურეკავს სანათესაოს და ეტყვის, რომ აუ ძალიან მიჭირს და მას ესხე ფული რა. მე არ მიყვარს სხვების შეწუხება. მირჩევნია გავიჭირვო და სხვა არ შევაწუხო. იმიტომ რომ მე თუ ვიცი რა გზით გამოვიმუშავებ თანხას, სხვებიც იმ გზით გამოიმუშავებენ, ანუ შენთვის თუ ძალიან რთულია სამსახური, ყველგან ეგრეა რა. ანუ რაც არ უნდა შენზე განათლებული იყოს, რაც არ უნდა შენზე უკეთესი სამსახური ქონდეს, ყველა სამსახური რთულია და საქართველოში ყველა სამსახურში გიწევს, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი შრომა. და როცა მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მე სხვას ვერ შევაწუხებ, რომ მიჭირს და ფული გამომიგზავნე ან გადმომირიცხე ან რაღაცა. თუმცა მე როდესაც ვესაუბრები ღმერთს, რომ გამომიჩინოს რაღაც გზა, ყოფილა შემთხვევა, რომ
მე არ მithოვია ადამიანისთვის დახმარება, ისე გამოუჩენია სურვილი და ინიციატივა, რომ დამხმარებოდა. აი ამ დახმარების მიზეზი არ იყო ის, რომ მე ვთხოვე იქეთ. ანუ უბრალოდ მე ვთხოვე ღმერთს და ღმერთმა გამომიჩინა გზა. საოცრებაა. ანუ ძალიან დიდი ძალა აქვს ლოცვას, ღმერთთან საუბარს, ახლოს ყოფნას. ეკლესიისგან მეც ძალიან შორს ვარ, ანუ მეც კი არა, ძალიან შორს ვარ. მაგრამ ძალიან ხშირად ვცდილობ, რომ ეკლესიაში არ დავდივარ ხშირად, მაგრამ ვცდილობ, რომ ხშირად ვილოცო, ანუ პიჯვარი მაინც გადავიწერო ხო, ეკლესიაში თუ არ დადიხარ, პიჯვარი გადაიწერე. და ეს ძალიან ბევრ რამეში მეხმარება მე. ღმერთთან საუბარი, რა ვიცი, ყველაზე მეტად მეხმარება ხოლმე პრობლემების მოგვარებაში. ყველაფერი უფლისნებაა და როგორც იცხოვრებ, ისე მოგექცევა სამყაროც რა. კარგად იცხოვრებ, სიკეთეს გააკეთებ, ღმერთი ხედავს ყველაფერს და ყველაფერი დაგიბრუნდება უკან. ანუ ეს არ არის ტყუილი, რასაც ვაკვირდები. რასაც დასთეს იმას მოიმკი. რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ანუ მართლა ეგრე არა, რასაც ვაკვირდები, ყველაფერი ეგრეა. სიკეთეს გააკეთებ, უკან დაგიბრუნდება. სხვა სიკეთეს გაგიკეთებს, შენ სურვილი გაგიჩნდება, რომ შენ სიკეთე გააკეთო. და აი ესეა რა. წავედი ახლა 37 წუთია ვსაუბრობ. რა ვიცი, აბა ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას, ლაღ ცხოვრებას და ყველაფერს საუკეთესოს. აბა თქვენიც.